კი უნდა გაგაცნოთ მეფრინველეობის ფაბრიკა ნოსტა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე კომპლექსური საწარმოა საქართველოში, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს. დღეისათვის ნოსტა წლიურად 6000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 400 ადამიანს აღემატება. პროექტში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია კი 40 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოს მასშტაბით ნოსტეს 70-ზე მეტ საფირმო მაღაზიას შეხვდებით. კასპში მათ ერთ-ერთ საფრინველეში ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩავიდა და ახლა ჩვენ სიუჟეტში ნახავთ რა გზას გადის ნოსტეს ქათამი საწარმოდან მაღაზიის დახლებამდე. ბატონოლებო, პირველ რიგში მომიყევით, როგორ მიმდინარეობს ფრინველის ზრდა და გამოყვება ნოსტეს საწარმოში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნოსტეს საწარმოს ერთ-ერთ საფრინველეში, სადაც ხდება ბროილერის ჯიშის მეხორცული მიმართულების ფრინველის გამოზრდა. ნოსტეს ფრინველის გემურთვისებებს განაპირობებს ძირითადად საკვები, რომელიც დაბალანსებულია ცილებით. ჩვენ არ ხმარობთ არანაირ ცხოველური ცილებს, საკვებ განამატებს, ზრდის სტიმულატორებს და ანტიბიოტიკებს. შემიძლია თავმალ ვთქვა, რომ ჩვენი ფრინველის ხორცი, გემური თვისებები და უსაფრთხოებით გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ ვხარობთ მხოლოდ სცენარეულ ცილებს. საფრინველეს გარეთ დგას ასევე დახურული საცავი, საიდანაც ხდება საფრინველეში საკვების შემოტანა. სენსორებით არის აქტიური ეს დანადგარები, როგორც კი შეწოთავდება საკვები, პირდაპირ აწოდებს გარედან და ადამიანის ფაქტორი არ არის, რომ ხელით ხდებოდეს დაყრა და შეხება არის მინიმუმზე დაყვანილი. ეს არის მარცვლეული, რომელიც ხდება ამ სისტემაში შეტანა და უკვე რიგდება. ძირითადი საკვების შემადგენელი ნაწილი არის სიმინდის მარცვალი და ასევე სხვადასხვა მცენარეული კულტურები, მარცვლეულით არის დაბალანსებული და ეს განაპირობებს ზუსტად იმ განსაკუთრებულ გემოს, რომელიც მე ვფიქრობ ჩვენ მოხმარებელს ძალიან მოსწონს. გემოვნური თვისებები გასაგებია ბატონოლებო, თუმცა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტიც, ამაზეც რომ გვითხრათ 1-2 სიტყვა. უსაფრთხოებას რაც შეეხება, ამის გარანტია არის, ესე ვთქვათ, ჩვენთან დანერგილი ჰასპის სტანდარტი. ასევე სუსაცელუნდური სააგენტო მოდის იღებს სპორტ პროდუქტებს, როგორც სასაკლაოდან, ასევე ჩვენი ქსელური მარკეტებიდან შერჩევითობით, რა თქმა უნდა, და ხდება მიკრობიოლოგიური კვლევა, რომელიც მე ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქათმის ხორცი არის ნამდვილად უსაფრთხო. ეს არის წყლის სისტემა, ნიპელური სისტემა ქვია. ამ მილში არის წყალი, არ ხდება ჰაერიდან დაბინძურება და თვითონ ფრინველი რომ იდის, ნისკარტს მიადებს აი აქ და ესეთ ჩამოდის იმდენი წყალი, რაც მას სჭირდება. 2020 წლიდან ჩვენი პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია ნოსტეს ბრენდით. საკმაოდ მოკლე დროში მოვახერხეთ, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაგვეკვავებინა ბაზარზე და ჩვენი ბრენდი გამხდარიყო მომხმარებლისთვის ცნობადი, ცნობილი და რაც თავარია სანდო. კომპანია ფლობს საქართველოში აგრომიმართულებით ერთ-ერთ უმსხვილეს და კომპლექსურ წარმოებას. ამჟამად ნოსტეს მეფრინველეობა 50 ჰექტარ ტერიტორიაზე არის განლაგებული კასპის რაიონში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე. ინვესტიციებს რაც შეეხება, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციები შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს. აქედან ნაწილი არის კერძო კაპიტალი, ნაწილი ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები და აუცილებლად აღნიშნავ, რომ დიდი წვლილი და დიდი როლი ითამაშა საქართველოში ბიზნესის, კერძოდ ამ შემთხვევაში წარმოების მიმართულებით ხელშეწყობის პროგრამებმა, როგორც არის პროგრამის არსებობამ, როგორც არის აწარმოება საქართველოში. ეს არის სულ ერთი ასაკის ერთ დღეს დაბადებულები შეიძლება ითქვას გამოჩეკილები. ვაქცინაცია რა თქმა უნდა უტარდება ფრინველს, სადაც იჩეკება იქ პირველივე დღეს მუშავდება სხვადასხვა ვირუსებზე და მის შემდეგ ხდება ჩვეულებრივი ფრინველის გამოჩდა. 50 დღემდე მაინც სჭირდება, რომ მივიდეს დაკლის ასაკამდე. სუსაცენურული სააგენტოს წარმოდგენილი ყავს მოვლენილი ჩვენთან ვეტერინარი, სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ესწრება ფრინველის მიღებიდან დაწყებული პროცესის დასრულებამდე თუ ამ ჰასპის ესე ვთქვათ სტანდარტს როგორ ვასრულებთ, რამდენად კეთილსინდისეულად ვასრულებთ და ფრინველის ჯანმრთელობას ამოწმებს. საფრინველეები აღჭურვილია ევროპული თანამედროვე დანადგარებით, კერძოდ ბელგიიდან არის ჩამოტანილი. აქ არის მაგალითად გვერდზე საჰაერო შახტები, ბოლოში არის ვენტილაცია, ტუნელური ვენტილაცია ქვია.
და ავტომატიზირებული არის, სენსორებზეა ყველაფერი აყვანი და როგორც კი ჟანგბადი დაბინძურდება, ირთვება და ახდენს ჰაერის დასუფთავება. ჰაერი სუფთა, სუფთა წყალი, სუფთა საკვები და შესაბამისად სუფთა ხორცი. თანამშრომლების რიცხვს რაც შეეხება, მათი რიცხვი 400-ს აღემატება. წარმოებაში მომუშავე ადამიანების ძირითადი ნაწილი არის ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ვფიქრობ, რომ ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას. ჩვენს პროდუქციაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენი ქსელის აქტიურად ფართოვდება. დღესდღეობით 70-ზე მეტი ბრენდული მაღაზია გვაქვს საქართველოს მასშტაბით. ჩვენს მაღაზიებს შეხვდებით როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, მცხეთაში, კახეთში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. პრიორიტეტი და აქცენტი კეთდება ქსელის რეგიონებში განვითარებაზე. ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მიტანის სერვისით და ასევე დამატებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ჩვენი პროდუქცია ჩვენს პარტნიორ ქსელურ მარკეტებში.